დღეს კიდევ მინდა გაგაცნოთ ერთი უმშვენიერესი ქალბატონი დანდალველი ქალბატონი სულთან დიასამიძე სულთან ხანუმი ძალიან კეთილშობილი ადამიანი ბრძანდება რესტავრებით და გავაკეთეთ პატარა ჩანახატს ნახოთ აბა ის რა თქმა უნდა გველოდება თემური გამარჯობათ. სულთან ხანუმის სახში ბრძანდება? კი, მობრძანდი. აჰა, კარგით. მობრძანდი. სახშია ხო? კი, მობრძანდი. აჰა, საით არის? მობრძანდი. აგერ ბრძანებულა ჩვენი სულთან ხანუმი. გამარჯობათ სულთან ხანუმ, გამარჯობათ. იცოცხლე გეიხარე. როგორ ბრძანდებით? კარგად, თავად როგორ გიგითხო? არა მიშავს, როგორ კარგად გამოიყურებით და რა ლამაზად გამოიყურებით? რა ვიცი, მე მიყურები თუ არა. ესვა. ესე იგი, ჩემი მოსვლის მიზეზი იცით, რომ თქვენისთანა ასაკოვანებს არ ვძახი უკვე შუა ასაკის ადამიანებს, ასე პატარა ჩანახატებს ვაკეთებ და იცოცხლე. მე სოციალურში ვდებ და რა ვიცი. მოგეფერებიან შენი ყველა ახლობელიც და დათესავის და მეზობელიც. ესე იგი, აქ ჩავწეროთ ეს. კი, აქ ჩავწეროთ. კარგით. დაბრძანდით მაშინ და დავიწყებთ ჩაწერას. დაბრძანდით. ბრძანდი. ქალბატონო სულთან. ჩემი ტრადიციული შეკითხვა ასეთია, რამდენი წლისა ბრძანდებით? კაი, შენი ბრძანება. 41-იანი ვარ. მეხუთეში ვარ. 95 წელში ბრძანდებით, ხო? ბრძანება შენი ხო? ძალიან ლამაზად და ძალიან მშვენივრად გამოიყურებით და რა ვიცი. 95 წელი ცოტაა თუ ბევრია ახლა თქვენთვის, თქვენი გადასახადი. ჯერ არ იქნა. სორია, ჯერ აიქნა, ჯერ ახალგაზრდობაა, ხო? ხო. 95 წელს ბრძანდებით და კარგად გამოიყურებით და ყველას ვეკითხები ამ შეკითხვას. ასე კარგად და ლამაზად და მშვენივრად რომ გამოიყურებით, რას აკეთებდით ან რას მიითმევდით ისეც რომ ასე ლამაზად გამოიყურებით. რა იყო თქვენი ცხოვრების ესე? ცხოვრების რა იყო? მუშაობდით. აკეთებდით რაც არ ვიცი და. კარგით. თქვენ აქაური არ ბრძანდებით დანდალოდან, ხო? გამოთხოვილი ხართ. საიდან ბრძანდებით? წონიარისით. წონიარისთან რა გვარისა ბრძანდებით? კვირიკაცი. სოფელი? სვანივი. თქვენ იქ დაიბადეთ, იქ გაიზარდეთ, ხო? გავიზარდი. რამდენი დედმამიშვილი იყავით? 7. 7 დედმამიშვილი იყავით. როგორი ბავშვობა გქონდათ? ბავშვობა რა იყო? მატარები ვიყავით, გავიზარდეთ. მე ძმამ ძარში წევდა მე დიდი ვიყავ, მე მუშაობდი ახლა დედან ჩემი მამა ჩემი მაშინ მე ფერმა კოლექტივში ისინი მუშაობდით და ბანები. რვა დედმამიშვილი პატარა არ იყო იმ დროისათვის, ხო? 7 ვიყავ. თუ 7 დედმამიშვილი ცოტა არ იყო იმ დროისათვის და თქვენი ბავშვობის რა გახსენდებათ ახლა? უფრო რა მახსენდება და გოგოებიამ წევდოდით მაშინ სათამაშო მათო იმას თამაშობდით. ბანები. რას თამაშობდით? კენჭობილას თამაშობდით. სკოლაში სწავლობდით? სკოლაში მეცხრე კლასიდან გამოვედი. აქეთ როდის გამოთხოვდით? რამდენი წლისა იყავით აქეთ რომ გამოთხოვდით? მეცხრე წელში ვიყავ, 19 წელში. 19 წლისა გამოთხოვდით. კი ბარა მამუდბიძიამ სად გიპოვოთ ახლა წონიარეში სად შეხვდა თქვენი გაცნობა და ურთიერთობა? რა შემხდა და მე ზანაძიებში მამიდა იმყავს. ყავდა ახლა აღარ. მულიც მყავდა ჩემი მამიდა და ჩემი მული შიები იყო. ჩემი მამიდას ქორწილი ჰქონდა და ესეც იყო მამიდიც იყო და მეც იქ ვიყავ და მაშინ დინახა. და იქ გაგიცნო. იქ გამიცნო. მე ადამიანახია მან დამინახა თვა არ იყო წესი მაიდან. როდის დაინახეთ აბა მაშინ თქვენ მამუდბიძია? აქ მომვედი მაშინ. მანამდე არ ქონდათ? არა.
როგორი წესი იყო ეს მე არ ვიცი წესი მთელი წესი იყო რა ვიცი თქვა ნიშნობაც არ იყო თქვა ნიშნობა რა ყოფილიყო და იქ გაგეცნო ნიშნობა იყო მაგრამ არ იყო ქმარინკა არ წამოსული არ ინტერესდებოდი თქვა როგორი იქნებოდა დედაჩემმა მამაჩემმა იმათ იცოდნენ ყველა ესე იგი 19 წლისა გათხოვდით კი ბატონო 19 წლისა გათხოვდით რამდენი შვილი ჰყავთ რამდენი შვილი მყავს მაისანი მყავს 10 შვილი მყავს 10 შვილი ჰყავთ ვაა ესე იგი თქვენ მართლაც იწოდებით გმირი დედად და რა ვიცი 10 შვილის დედობა პატარა საქმე არ არის და რა ვიცი ღმერთო ასე ჯანმრთელად და ლამაზად გაყოფნეთ მაკნასნა 10 შვილი ყავთ ეს კი შვილი რამდენი ყავთ თუ გყავთ შვილი მყავს 24 და ბადიში შვილები მყავს 33 გამრავლოთ ღმერთმა გამრავლოთ და გაფუფუნოთ ღმერთმა იცოცხლე ამაზე დიდი ბედნიერება რამე არ არის რომ ასეთი შვილები ყავს, ამდენი შვილი ყავს, შვილიშვილები ყავს, შვილთაშვილები ყავს და ახლა ხართ ასე ხნეთ გამოიყურებით და მათ სიხარულით კბებით ალბათ, ხო? ცოცხლე, მადლობა, კი. შენ ცხოვრებაში 10 შვილის დედაბზანდებით, 85-ის ბზანდებით, რაიმე კარგ სასიხარულო ამბავს ან დროს პერიოდს თუ მეტყვით რაიმეს თუ გაიხსენებთ ახლა ბავშვები და მეზარდენ ავსი მიხარდა დეიზარდენ გაცხობდნენ ლამაზად არიან და ისიც მიხარი ღმერთმა გიმყოფნოს და გახაროს თქვენი შვილების და შვილიშვილების ერთად აი თქვენ ისეთი პერიოდი გამოიარეთ, როდესაც კოლექტივი ერქვა და იმ დროის იმ პერიოდში 10 შვილის გაზდა პატარა საქმე არ იყო და როგორ იფერებდით, როგორ აკეთებდით ამ ყველაფერს თუ მომიყვებით? აკეთებდით, რა ვიცი, შევძელით და ვაკეთებდით. 10 შვილის გაზდა კიდე კოლექტივში ნორმას გექნებოდათ ალბათ. რა, თუთუნის ნეტა რა მქონდა. ვენახის დაბარვა, სილოსი. ყველაფერი იყო. როგორ იფერებდით ამ ყველაფერს? შეიძლება მქონდა და ვერიებდი თუ არა ვერ იმას ვიქდი ვერ გავაკეთებდი ამასახში ახლა შენს ძალს შვილს ამას ეხიდები სახში ამას აკეთებ თუ შემიძლია ვაკეთებდა თუ არა მათაკეთებე ძალიან კარგით სხვა დღევანდელი ცხოვრება როგორ მოგწონს? დღევანდელი ცხოვრებას რა უნდა? გინდა იმუშავე, გინდა იმუშავე. შეადარება მაშინდელ ცხოვრებას დღევანდელი ცხოვრება. მაშინდელ ცხოვრებაზე არ შეადარება, რომ ერთი წუთი მოსმენება არ გქონდა. რას აკეთებდით რომ არ გქონდა? თუნია რაც რა მენახია. ყველაფერს ვაკეთებდით. ხოდა მიუხედავად ამისა, ამდენი შვილები ჰყავდათ, ეს მაინტერესებს რომ 10 შვილის დედა მართლაც იშვიათობაა და თან კოლექტივი და თან ასეთი შრომაც ერთად როგორ უთავსებდი, ესე იგი მხოლოდ ჯანმრთელობა გქონიათ. ბაღნები ზამეზარდენ, ბაღნებს უდევდით და დედამთილს მემენიანი არ შეეძლო. დედამთილსაც ბაღნებს უდევდით. ესე იგი დღევანდელი ცხოვრება რა თქმა უნდა მოგწონს. დღევანდელი ახალგაზრდობა? ახალგაზრდობაც მასნილია, მაგრამ კიდევ კაია. რამე შუერ მასე გვეჩვენება თუ არ არიან ისეთ რაირები. კაი ახალგაზრდობა ხავს. კაი ახალგაზრდობა, დამჯერა და ყველაფერი კაი. თქვენთან ამ სოფელში ძალიან ასაკოვანები ბევრი ხართ. ამ სოფელში მე გადაღებული მაქვს ალბათ თქვენს გეხნებათ ნახი. კი. რას ეთყოდით ამ შენ თანატოლებს? ის ახლა. თქვენს თანატოლებს აგერ ვინც 80 ზევით არიან, 90-მდეც არიან. რა დაუთრაგე? რას როგორ მიმართავდით, რას უსურვებდი? ჯანმრთელობას უსურვებდით. კარგაყოფნას. ყველაფერი კაი. რომ გამოთხოვდით მოხვედით ამ ოჯახში, ეს ოჯახი ააგეთ, ეს პატარა ისტორია როგორ მოხდა, რა ფერი იყო, ხომ ვერ მოგყვები? ვერ მოხდა და მასკენ
გამაც მაშებოდით ყურს ხეგევდით, მუშაობდით, ქონდა, არ ქონდა, ვაკეთებდით. და აგეთ ეს ცხოვრება. ავაგეთ ეს ცხოვრება. მე ნელა შეგეძინათ შვილები კიდე. შეგვეძინა შვილები, სიძიები, გენილები და ამბარად გეველით. აი მაშინდელ ახალგაზრდობის პერიოდს თქვა იგივე პირველი შვილი, მეორე შვილი, მესამე შვილი შეგეძინა, აი თქვა მაშინდელ პერიოდს თუ გაიხსენებდი კიდევ რამეს კარგს ამბავს რამეს მოგვიყვები, რა ვიცი. მეხსიერებაზე ცოტა აღარ გახსოვთ ალბათ იმდენი რამე. აღარ მახსოვს, არა, სულანც და დადის აღარ მაგაცვი. კარგით. ხალბატონო სულთან, მე ასეთ პირობას ვუდებ ყველა ჩემ რესპონდენტს. კი ბატონო. თქვენ 95 წლის აბზანდებით, 100 წლისავე გახდეთ, იქ უნდა იყოთ 15 წელი კიდევ უნდა იცოცხლო. მე 15 წლის მერე მოვალ ხა? კი, მეთით. ხო და ერთად ჩვენ კიდევ პატარა სიუჟეტს გავაკეთებთ. ამას მაშინ დავწერე და წევკითხავ და გეტყვი. კი ბატონო, დაიმახსოვრე, დაწერე და 15 წლის მერე მე მოვალ ხა და პატარა სიუჟეტი კიდევ მივამატოთ. აი 15 წელში კიდევ ისტორიები დაგიგროვდება. ამასთან დაკავშირებით და ასეთ პირობას ვუდებ ყველა ჩემს რესპონდენტს. ასევე დავამთავროთ და მე გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მადლობა. დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას პირველ რიგში. სიცოცხლე. გაიხარეთ და ნახვამდის. სიცოცხლე, მადლობა.